შალვა ნათელაშვილს ლეიბორისტული პარტიის ლიდერს უთქვამს ამგვარი რამ, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა წესრიგდება, ლაგდება და ამის საფუძველი არის ის, რომ უკრაინას გადასცემს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს თუ არ ვცდები გაუშვებენ მერე ასე წერს შალვა ნათელაშვილი სამკურნალოდო სამაგიეროდ უკრაინა მიეხმარება საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას დესანქცირებაში ვარო სანქციების მოხსნაში. აი არ მინდა ხოლმე პოლიტიკოსებზე მძიმე სიტყვების ან კრიტიკული სიტყვების წარმოთქმა. არ მინდა გულახდილად გეტყვით, მაგრამ ხალხო არ შეიძლება ესე. პირველი სამი ფიგურანტია აქ. თავად უკრაინა, უკრაინის ხელისუფლება, ზელენსკი. მიხეილ სააკაშვილი მისთვის შესაძლოა ძალიან ძვირფასიც კია. შესაძლოა არა, ნამდვილად ძვირფასია. მიხეილ სააკაშვილი ახლა უკრაინაში რომ იყოს რაღაც ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელი კი არ იქნება, ის მაღალი ალბათობით ხელისუფლებაში საერთოდ არ იქნება ჩემი აზრით, მაგრამ CNN-ზე იჯდება 3 დღეში 2ჯერ ან 4 დღეში 5ჯერ. და ილაპარაკებს თავისი უნაკლო, ასე ვიტყვი, ინგლისურით უკრაინას და საქართველოს, უკრაინას, საქართველოს და სომხეთს, სხვებს როგორ სჭირდებათ დახმარება დასავლეთისა. ამ თვალსაჩინო ფასდაუდებელი პირია მიხეილ სააკაშვილი ზელენსკისათვის. განა არ სჭირდება, მაგრამ ზელენსკი ამაზე არ წავა, მიუხედავად იმისა, რომ აქ გითხარით მიხეილ სააკაშვილს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია უკრაინისათვის. მეორე ამაზე არ წავა და ყველამ კარგად ვიცით. საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება. მას სჭირდება მიხეილ სააკაშვილი ძევლად, ტყვედ, უფრო ზუსტი რო ვიყო, პატიმრობაში. რაც არ უნდა დესანქცირებას პირდებოდეს, წარმოუდგენელია ჯერ ეგრეთი პირდებოდეს, მაგრამ რომ სპირდებოდეს ზელენსკი არ დარდება ერთმანეთთან. გაგიკვირდებათ და მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ბიძინა ივანიშვილისთვის, ვიდრე დესანქცირება. ყოველ შემთხვევაში ევროკავშირის სანქციებს გულისხმობ. მესამე არ ვაქებ ხოლმე მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ახლა უნდა შევაქო კი არა, ობიექტურად უნდა გითხრათ ჩემი მოსაზრება. მიხეილ სააკაშვილის არ წავა ამაზე. რადგან შალვა მეთქი ასე მოგმართავდით. ამიტომ გავეშვათ ამ ბოდვებს, არასწორ სიტყვებს, მოდი თუნდაც კულტურული ვიქნები და საქმეს მივხედოთ, საქმეს ასე აჯობებს უკლებრივ ყველასთვის.